მოგესალმებით, ამ ვიდეოში მინდა შევეხო ორ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ყველაზე ხშირად იწერება ჩემს Facebook-ზე, TikTok-ზე, YouTube-ზე და პირველი თემა არის ის, რომ რატომ არ პასუხობ Messenger-ზე, როცა გწერო, ეს ერთი თემა და მეორე თემა არის ის, რომ ყურადღება ჩემს ვიდეო გაკვეთილთან დაკავშირებით. ანუ ყურადღებით მოსმენა და დაკვირვება. მოდით დავიწყოთ პირველი თემით. რატო ვერ გცემთ პასუხებს Messenger-ზე? რა თქმა უნდა, არის კატეგორია, რომ ვცემ პასუხებს, რადგან ვასწრებ პასუხის დაბრუნებას, ვიდეო სკრინით ან ფოტოზე მოვუნიშნავ ან ასე შემდეგ, ანუ ვეხმარები ხალხს. მაგრამ ამის ვალდებულება, რომ მე თქვენ დაგეხმაროთ, საერთოდ არ მაქვს რა. ანუ მაგის ვალდებულება არ მაქვს, რომ მოდი ახლა ავდგები და ამ ხალხს დავეხმარები, რასაც მომწერენ. მაგის ვალდებულება არ მაქვს, მაგრამ თქვენიდან გამომდინარე ეს ყველაფერი, თქვენი დამსახურებით მივაღწია ამ შედეგს და ამ ყველაფერიდან გამომდინარე, ჩემი დიდი სურვილია რომ ყველას დაგეხმაროთ, მაგრამ ამის ვალდებულება, რომ მე თქვენთან ერთად ვიждე 24 საათი და თქვენს კითხვებს გავცე პასუხები, არ მაქვს. ეხლა რატომ ვერ გცემთ პასუხებს Messenger-ზე, როცა მწერთ? მოდი ეხლა ზუსტად გეტყვით, რატომ ვერ გცემთ პასუხებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ბლოგერი, როგორც მე, იღებთ ვიდეოებს ტექნიკასთან დაკავშირებით და გადაიღეთ ვიდეო, სადაც ჩანს თქვენი Facebook-ის გვერდი და ამ ვიდეომ დააგროვა 300,000 ნახვა, მაგალითად, თუნდაც 100,000 იყოს. ამ ვიდეოს რომ უყურა მაგალითად გარკვეულმა კატეგორიამ და დააგროვა 300,000 ნახვა, ამ 300,000 მნახველიდან სადღაც 10,000 ადამიანი მაინც გადმოდის ჩემს Facebook-ის გვერდზე, რომ სხვა კითხვა დამისვას. აი, წარმოვიდგინეთ ახლა ერთ დღეში რომ შემოდის, აი 500, 600, 700 ან 1000 კითხვა რო შემოდის Messenger-ზე. როგორ გინდათ რომ მარტომ გაცეთ ყველას პასუხი, ხო? ანუ მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ყველას გაგცეთ პასუხები, ძალიან რთულია რომ მე მარტომ ესე ავდგე და ყველას გიპასუხოთ. ამიტომ პასუხებს არ გცემთ კი არა, ვერ გცემთ პასუხებს, იმიტომ რომ მარტო ვარ და რთულია რომ ესე დავიჯდე და ყველას გიპასუხოთ, მაგრამ შეძლების დაგვარად, რა თქმა უნდა, ყველას პასუხოთ. მეორე საკითხი. ყურადღება ჩემს ვიდეოებთან დაკავშირებით. აი, რამოდენიმე კვირის უკან ჩავწერე ვიდეო, როგორ დავბლოკოთ რეკლამები Android-ზე. სადაც ხსნი, რომ უნდა შეხვიდეთ პარამეტრებში, მერე კავშირებში, შემდეგ კავშირის სხვა პარამეტრებში, პირადი DNS-ი უნდა მონიშნოთ და იქ უნდა შეიყვანოთ DNS.adguard.com. ანუ ტიტრებიც ჩავსვი ვიდეოში, რომ ბევრი ვერ გებულობს ესე საუბრით და მიჩვენია ეწეროს და ისე შეიყვანოს მაყურებელმა, რომ რაღაც პრობლემა არ შეექმნას. აი, იმ ვიდეოდან გამომდინარე ძალიან ბევრმა მომწერა, რომ მე რომ ეს კოდი შევიყვანეო, ინტერნეტი საერთოდ გაითიშაო რა და რატომ გვასწავლე ესეთ სრულ ინფორმაცია რატომ მოგვეციო. ნუ ეს რომ მითხე ახლა თქო და გამიკვირდა რომ რატომ გაითიშა ინტერნეტი. შემდეგ რო გადავედი, არასწორად ქონდა შეყვანილი, ანუ DNS.adguard.com-ის ნაცვლად ქონდა შეყვანილი dns.adguard.com. ანუ იმ ვიდეოში იმიტომ დავწერე ის, რომ მოусმინო კარგად, დააკვირდე, ვერ გაიგე, გადაახვიე, თავიდან უყურე. ხო შეიძლება არა? მაგრამ სიჩქარეში შეცდომას უშვებთ, მე მემაბრალით, რომ აუ შენ რო ვიდეო გადაიღე, აი კომენტარები ხო ეწერა ვიღაცაების არა, რომლებმაც თქვა რომ აუ ძალიან დიდი მადლობა, გამოვიდა რეკლამები დავბლოკე, მაგრამ თქვენ იმიტომ ვერ დაბლოკეთ, რომ არასწორად შეიყვანეთ, იმიტომ რომ ვიდეოს არ დააკვირდით. ამიტომ ძალიან დიდი თხოვნა მექნება, რომ როცა ჩემ ვიდეოს ჩართავთ და რაღაც საკითხზე ვიღებ ვიდეოებს, დააკვირდით კარგად, შეხედეთ, ვერ მიხვდით, თავიდან გადაახვიე, თავიდან უყურე. ან თუ საერთოდ არ გაინტერესებს, არ ჩართო რა საერთოდ. იმიტომ რომ მე ვიდეოს ვიღებ, რომ გასწავლოთ თქვენ რეკლამები როგორ დაბლოკოთ, მე თქვენ ამ ვიდეოს თავთ, შეგყავთ არასწორად და მე პრეტენზიები ჩემთან მოდის. მე რა თქმა უნდა არ მოქვს იმის დრო, რომ ყველას გაგცეთ პასუხები, ხო? ამიტომ არც ერთი ვიდეო ჩემი არ ემსახურება იმას, რომ თქვენი ტელეფონი დაზიანდეს და ასე შემდეგ. ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს ამ საკითხში და ვიცი რას როგორ ვაკეთებ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, კარგად დააკვირდით ვიდეოს, მოусმინეთ და გამოგივეთ ყველაფერი. სულ ეს თემები იყო, რაზეც მინდა მესაუბრა.
ანუ პირველი თემა არის ის, რომ ძალიან რთულია ყველას პასუხები გაგცეთ, იმიტომ რომ მარტო ვარ და ბევრი შეტყობები რომ შემოდის, რთულია რომ ყველას პასუხები გაგცეთ და მეორე არის ის, რომ დააკვირდით ჩემს ვიდეოს, რასაც ვიღებ. ეს არის ჩემი Facebook-ის გვერდი, სადაც შეგიძლიათ მომწეროთ და დამისვათ სასურველი კითხვები. შეძლებისდაგვარად რა თქმა უნდა გიპასუხებთ. ეს არის YouTube-ის გვერდი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ის ვიდეოები, რაც არის განთავსებული Facebook-ზე და TikTok-ზე, უფრო ვრცლად და დეტალურად რომ ახსნილია, აქ შეგიძლიათ ნახოთ. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ვლოგები, ანუ ჩემი ვლოგები, რომელიც აქტივებს ისწავლემეტის YouTube არხზე, სადღაც 6 ვლოგია უკვე გადავიღე, ანუ მე 6 ვლოგი დავდე ბაკურიანში. და შეგიძლიათ ნახოთ ვლოგები ვიდეო გაკვეთილთან ერთად. რაც შეეხება TikTok-ს, შეგიძლიათ ესეც TikTok არხიც გამოიწეროთ, დააფოლოვოთ და ისწავლოთ მეტი. სულ ეს იყო ვიდეო ამით დასრულებულია. ნახვამდის.